დინამოს აქვს 100 წლის იუბილე შოთი. და გამოსცეს ახალი მაისური. შენთვის აქვს საჩუქარი, რომელსაც გადმოგცემ. მინდა რომ ნახო. აბა რას ქვია? მაისური, არ ვიცი, ზომა არ ვიცი, თქვენ თქვით. ვინც იცის რა ზომა არის? ვარა ლამაზია. მე მგონი მაისურის გარდა კიდევ რაღაც საჩუქარია. მე ვერ წავიკითხავ, იქნებ შენ წავიკითხავ. ამას აუცილებლად წავიკითხავ. არა, ხალხთან რო წაიკითხავ. ხო, ხალხთანაც წავიკითხავ, მაგრამ ეხა ეს არ შეიძლება ეხა რაღაცა ხო იცი ვიღაცა სცენარი აქვს, ვიღაცას ბოლოში, ვიღაცას თავში რაღაც შოთი ყო არ დაგავიწყოს რაღაც. ამაშია მთელი ის, რაც უნდა გქონდეს, რაც უნდა ვიაროთ. იმ სულზე, რაზეც საუბრობდი ამდენი ხანი, ხო? იმ სხეულზე, რაშიც აქ არის ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, დღეს ყველა იმ ფეხბურთელი დამთავრებული, რომელიც თბილისის დინამოში თამაშობს, გაუმარჯოს ამ თბილისის დინამოს, თბილისის დინამოს, რომელიც ჩვენ ესე გვიყვარს და არ ვიცი ხა ვისი რა დიზაინია, თუ ჩვენ როდისმე დინამოში რო თამაშობთ, მაისური გვინდოდა რომ ყოფილიყო, ესეთი ახმა ქონდა, რომ ესეთი ზოლებით ყოფილიყო. გაუმარჯოს კიდე ერთხელ ვიძახი იმ დინამოს, რომელიც ჩვენ ესე ძალიან გვიყვარს, ძალიან სასწაული საჩუქარია და მე მგონია რომ აჩიდარეზი ძალიან ნაწყენები არიან და მეც რო ყოფილიყო ძალიან ნაწყენი იყო და გინდა მესიჯით გაიგეთ და გინდა უმესიჯოთ აუცილებლად რა ქვია გაამზადეთ კიდე 2 ცალი და ეს უნდა ძალიან ლამაზად მოხდეს ისევ და დაიკეცოს და არ დაიკუჭოს ეს მაისური და ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი, მართლა არაჩვეულებრივი საჩუქარივით, ძალიან პატარა ბავშვით გამიხარდა და თან ძალიან მომეწონა ყოჩახ, ძალიან დიდი მადლობა. რომ წავიკითხო. შოთი გამარჯობა. ეს ალბათ ცოტა უჩვეულო წერილი იქნება, რადგან მისი ავტორი არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი, არამედ საფეხბურთო კლუბია. არ წამიკითხავს პირველად კითხო. უკვე 1 საუკუნეა ვარსებობდა ჩემი ლურჯ თეთრი ოჯახის წევრი უამრავი ადამიანი ყოფილა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი ხარ შენ. რა უნდა თამათ ჩემგან ახლა. კარგად მახსოვს შენი პირველი ემოცია, როდესაც ერთმანეთი გავიცანით და პირველად მოირგე ჩემი ფორმა. მეც საოცრად მახსოვს და დღემდე ვეფერები იმ გზნობას. შემდეგ როგორ დაბრუნდი ტრაბზონიდან სახში, რადგან ამ ფორმით ევროთასებზე თამაში შენი ოცნება იყო. ამის შემდეგ იყო ულამაზესი გოლი ლიმფილთან, რომელიც ჩემს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, ჩემსაშიც. არც ტორპედოს კარში გატანილი შენი და აჩის გოლები დამიწყებია, რომელიც თემურ კეცბაიას პასით გავიტანე პირველი ჩემი ხოჩოის დერბი იყო და გაუტანე ტორპედო ქუთაისს. მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ და რაც არასდროს დამავიწყდება შენი ჩემდამი უპირობო სიყვარულია, რომელსაც ყოველთვის ვზნობდი. მაშინ როცა გავიმარჯვებდი და განსაკუთრებით მაშინ როცა მიჭირდა. ყოველთვის მინდოდა ეს სიტყვები შენთვის მეთქვა და ეს ალბათ საუკეთესო მომენტია. მადლობა შოთი თითოეული წარმატებისთვის, რომელიც ერთად გაგვიტარებია. ძალიან დიდი მადლობა თბილისის დინამოს. რა ვიცი, რამდენჯერ უნდა დავხარო თავი და მოდით ერთად არ დაგვავიწყეს თბილისის დინამო, რომ ის ამ ქვეყნის ყველაზე ღირსეული შვილია და უგოშევატკივროთ კიდე 1000 წელი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ყველას.